ვინ გახდება ადვოკატთა ასოციაციის ახალი თავმჯდომარე? იურისტებს გადაწყვეტილების მიღება ორ კანდიდატს შორის უწევთ. ესენია ირაკლი ჩომახაშვილი და ირაკლი ყანდაშვილი. ყანდაშვილი ქართული ოცნების მხარდამჭერად მიიჩნევა, მას აქამდე ერთი სიტყვაც არ უთქვამს იმ რეპრესიულ კანონებზე, რომელიც ოლიგარქის პარლამენტმა მიიღო. მეტიც მას არ აქვს პასუხი კითხვაზე, დაარღვია თუ არა ივანიშვილის პარტიამ კონსტიტუციის 78 მუხლი, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანება მათი მხრიდან შეჩერებულად გამოაცხადეს. ლიზი ვეკუადევნებს თვალს კენჭისყრის პროცესს. ლიზი გისმენთ. გიორგი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 2 საათია, რაც გაიხსნა საარჩევნო უბნები და 2 საათია, რაც ადვოკატები მოდიან ექსპო ჯორჯიაში იმისათვის, რომ მათთვის სასურველ კანდიდატურას დაუჭირონ მხარი, ადვოკატების ჩართულობა, აქტივობა მაღალია და დღეს ზუსტად საღამოს 9 საათზე გავიგებთ თუ ვინ გახდება ადვოკატთა ასოციაციის ახალი თავმჯდომარე და ვინ ჩაანაცვლებს დავით ასათიანს, როგორც ირაკლი ჩომახაშვილი, ასევე ირაკლი ყანდაშვილი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები უკვე მეორე ტურში მყოფები აცხადებენ ჩვენთან საუბრისას. უმნიშვნელოვანესია დღევანდელი დღე ადვოკატთა კორპუსის ისტორიაში იმისათვის, რომ ადვოკატებს ეძლებათ კიდევ ერთხელ შანსი, რომ მხარი დაუჭირონ ცვლილებებს, რომელიც ძალიან სჭირდება ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზაციას. ორივე მათგანი დარწმუნებულია იმაში, რომ დღეს ადვოკატთა კორპუსი გააკეთებს სწორ არჩევანს და აირჩევს ღირსეულ კანდიდატს იმისათვის, რომ ბევრი რამ შეიცვალოს რეპრესიული კანონმდებლობების ფონზე ადვოკატთა ასოციაციაში. მაყურებელს ვეთქვი, რომ ირაკლი ჩომახაშვილია სწორედ ის ადვოკატი, სინდისის პატიმრების ადვოკატი, რომელიც არაერთხელ და რომელმაც არაერთხელ აიმაღლა ხმა სისტემის წინააღმდეგ და საუბრობს თუ რა ცვლილებები უნდა შევიდეს ადვოკატთა ასოციაციაში, მას შემდეგ რაც არაერთი კანონმდებლობა მიიღეს და კანონი მიიღეს სასამართლოს შენობებთან დაკავშირებით. ირაკლი ყანდაშვილი კი არის ის ადვოკატი, რომელიც ღიად და საჯაროდ ვერ პასუხობს პოლიტიკურ კითხვებს და ამბობს, რომ პოლიტიკოსგან აუცილებლად უნდა იყოს დაცლილი ეს ორგანიზაცია. მეორე ტური იმართება ამ წუთებში და ერთი კვირის წინ გაიმართა პირველი ტური, სადაც მუხრან ღურწყაია, ასევე ერთ-ერთი ადვოკატი გავიდა მესამე ადგილზე და სწორედ მუხრან ღურწყაია ის იურისტი, რომელიც ღიად და საჯაროდ უჭერს მხარს ირაკლი ჩომახაშვილს. ჩვენ მასაც ვესაუბრეთ და ადვოკატებს მოუწოდებს, რომ აუცილებლად გამოცხადდნენ დღეს არჩევნებზე იმისათვის, რომ მხარი დაუჭირონ სწორედ ირაკლი ჩომახაშვილის კანდიდატურას. მნიშვნელოვანია, რომ ბატონი მუხრან ღურწყაია სიფა სრულ მხარდაჭერას მიცხადებს და ეს არის ცვლილებების მომანიშნებელი. აქტივობა არის ძალიან კარგი, მიუხედავად იმისა, რომ არის კვირა დღე, არის დილა. უფრო ველოდებით, რომ ჩვენი კოლეგები შუა დღისით დაიწყებენ აქტიურ მოსვლას. მინდა კიდევ ერთხელ ყველას მოუწოდო, საარჩევნო უბნის უსაფრთხოება არის სრულიად დაცული და ახლა ყველაფერი დამოკიდებული არის ჩვენი კოლეგების გადაწყვეტილებაზე. თუ ჩვენ კოლეგებს სურს ცვლილება, მაშინ მხარს დამიჭერენ. თუ ჩემს მოწინააღმდეგე კანდიდატს დაუჭერენ, ესეც იქნება ჩემთვის მისაღები, იმიტომ რომ ჩემს ყველა კოლეგას პატივსცემ და მის გადაწყვეტილებას პატივსცემ. ქართველი ადვოკატები მირჩევენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს. დილიდან აქტივობა საკმაოდ მაღალია, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტურია, ის არ არის გასაკვირი. ადვოკატები ძალზედ პასუხისმგებლობის მქონე ხალხი ვართ ჩვენ, როგორც პირველ ტურზე, ასევე მეორე ტურზეც გამოცხადდებით და გავაკეთებთ რა თქმა უნდა არჩევანს გამომდინარე იქიდან, რომ ირჩევა ჩვენი ხვალინდელი დღე. მოლოდინი არის პოზიტიური. პირველ ტურში ჩემი მხრიდან, ჩემი გუნდის წარმომადგენლებით დაკომპლექტდა ყველა რგოლი, აბსოლუტური უმრავლესობით. ადვოკატების გამოცხადება დღეს არის მნიშვნელოვანი. აუცილებელია ადვოკატთა ასოციაციაში ცვლილებები, აუცილებელი არის 20 წლიანი ერთპიროვნული მმართველობის დასრულება ადვოკატთა ასოციაციაში და სწორედ ამიტომ დავუჭერე მე მეორე ტურში ბატონ ირაკლი ჩომახაშვილის მხარი. მე ვთვლი, რომ ადვოკატები მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას და ადვოკატთა ასოციაცია დაუბრუნდება ადვოკატებს. ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების პირველი ტური 14 დეკემბერს გაიმართა, სადაც გავიგეთ, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის პოსტისთვის ვერავინ ვერ მოიპოვა 50%-იანი ბარიერი, ვერავინ ვერ გადალახა 50%-იანი ბარიერი, სწორედ ამიტომ ჩაინიშნა მეორე ტური და დღეს უნდა გავიგოთ თუ ვინ გახდება თავმჯდომარე, თუმცა წინა კვირას დაკომპლექტდა როგორც აღმასრულებელი საბჭოს, ასევე ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის გუნდები, მათ შორის მოხვდნენ როგორც ირაკლი ჩომახაშვილის, ასევე ირაკლი ყანდაშვილის გუნდის წევრებიც და საღამოს 9 საათზე გვეცოდინება თუ ამჯერად ვინ გაიმარჯვებს ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში.